მიუთი. მოგესალმებით მეგობრებო. როგორ დავიწყოთ? აი ხა შენ გადი და მე შემოდი კადრში. მანიშნე. მოგესალმებით მეგობრებო. როგორ ხართ? ალბათ ხვდებით რომ ჩემი სამზარეულოდან არ გირთვებით. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. შევიცვალე გარემო, ჩემი სამზარეულო, სამწუხაროდ დავტოვე. გარკვეული მიზეზების გამო, რადგან ვარ სოფელში და მიწევს სოფლის საქმის კეთება. ჩემს ბოსტანში პომიდორების, წიწაკების, ლობიოების, კიდე რა დავგეთ, კიტრების მოვლა. ამიტომ მომიწია რომ ჩემი სამზარეულოდან შორს წამოვსულიყავი და ჩამეწერა ახალი ეპიზოდი აქ ჩემს ეზოში. იმედია მოგწონთ გარემო, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს აქ ყოფნა. და ჩემთვის სულიერი განტვირთვა გატარებული თითოეული ვიდეოს იღებ? დღეს მარტო არ ვიქნები, როგორც მიხვდით. თანეთოთ იქნება ჩემი ძმისშვილი ანასტასია. ერთი ძმისშვილი არ არის, იმიტომ რომ ფეხბურთი ქონდა გუშინ და გვიან დამთავრდა და ვერ მოვიდა. არ და ძალიან უნდოდა გამოჩენა. კი ბატონო, მაგრამ არა უშავს სხვა ეპიზოდები გვექნება ბევრი და იქ ჩავსვათ. მოკლედ შესავალი ძალიან არ გაგვიგრძელდეს. დღეს რადგან ვართ სოფელში, სადაც გავატარეთ მთელი ბავშვობა. მინდა რომ გავაკეთო ისეთი კერძი, რომელიც უკავშირდება ამ ჩემს ბავშვობას. რომელიც არის უმარტივესი, მაგრამ გენიალური. მოკლედ ამ კერძს ბავშვობაში ხშირად აკეთება დაბებო. და რომ ზუსტად გავიმეორო ის რეცეპტი და თუ გამომივა ისეთი გემრიელი, როგორიც ბავშვობაში იყო. ამ კერძისთვის გვჭირდება სულ რაღაც 3 ინგრედიენტი. ეს არის ბადრიჯანი და პომიდორი და ნიორი. და აღარ უნდათ. გვინდოდა რომ დაგვემატებინა ჩვენეული ვერსია. ამ ყველაფერს რო გამოვაცხობთ, გვინდა რომ წვრილად დავჭრათ და მივირთოთ მაკარონთან ერთად. ანუ რაღაცა პასტასავით გავაკეთოთ ბადრიჯნის და ტომატის соусით. და იმედია ყველაფერი კარგად გამოგვიარა სიტყვა ანასტასია. ბებო გვიერთდება ნელ-ნელა. კაი, მოკლედ. დიდი ბებო. ჩემთვის ბებო და ანასტასიასთვის დიდი ბებო. კაი, ანასტასია, რომელი გირჩევნია ბადრიჯნებს ესენი მოაჭრა თუ ნიორი გაგვწვნა? ესენი. კაი. ანასტასია, როგორ მოგწონს სოფელში გატარება დროის, აი ჩვენ სახლში მაგალითად? იმიტომ მომწონს აქ დროის გატარება, რომ არიან ბევრი ბავშვები და თან ჩამოდიან მამიდები და კაი, ხო, ეს აღარ გინდა. ეს აქ დადეხა. და კიდე ის მომწონს, რომ არის პარკი ზევით. გოქს პარკი. დიდი დრო დაჭირდება და როგორ აკეთებდი მეტყვი? კაი, მოკლედ ბებეჩემც აქ არის, გაკონტროლებს. აი მე. დღეს სამწუხაროდ არ გვექნება ნაკლებად კალორიული კერძი, მაგრამ არა უშავს, საჭიროა განტვირთვის დღეების და დღეს გავაკეთოთ, დღეს იყოს ის დღე, როცა დავარღვევთ სწორ კვებას. ძალიანაც არ დავარღვევთ, მაგრამ უფრო მეტად ცხიმიანი კერძი იქნება, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით და ხავთ მაგიტო. კაი, ბევრი ნიორი ვქნათ და ის ნიორი კარგად გამოცხეს. ანუ ამ ნიორს შუაში გავჭრით ბადრიჯანს და პომიდორს და ამ ნიორს ჩავალაგებთ შიგნით. რას? ანასტასია იქნება დღეს ჩემი დამხმარე შეფი. აჰა, ამას წყალი გადავლე. ეს ნაგავიც გადაყარე. სოფელში დილა ადრიანად იწყება და იწყება ბოსტნის მოვლით. დღეს პომიდორები მოვწყე. არა მარტო პომიდორები, მარტო პომიდორებს ვიძახი და პომიდორი ძალიან მიყვარს და მინდა რომ ეგ კარგი გამოვიდეს და დანარჩენებსაც რა თქმა უნდა. ხო და დილა ადრიანად იწყება და საღამო ადრიანად მთავრდება, იმიტომ რომ იმდენად დაღლილი ვარ დღის განმავლობაში, თან დისტანციურად მუშაობ და 7-დან 8-დან რომ ვიწყებ ფუსფუს ეზოში და ბოსტანში, მე 10 საათზე სამსახური იწყება, მე 6:30-მდე ვარ და მერეც რა თქმა უნდა რაღაცები საქმეები ეს და საღამოც ადრიანად მთავრდება და მალევე გვეძინება დაღლილს. კაი, ესე იგი, ეხა მთავარი ეტაპი. სქელძირიან ტაფას. ტაფაში ხდება ყველაფერი. და ეხა გავჭროთ ბადრიჯნები. მე გავჭრი. აი ნახე, აი ესე უნდა გაიჭრას, აი ეს. ანუ სულთად გავჭრა თუ ხო, ანუ ესე გრძლად გაჭერი და აქამდე გადი. კაი, ესე იგი, პომიდორიც უნდა გავჭრათ ესე ნახევრამდე. აი ესე. ეს ვარდისფერი პომიდორები ძალიან გემრიელია, ისედაც გემოც ძალიან კაი აქვს და მით უმეტეს იმაში ძალიან კაი გამოვა.
მართალია ბებიაჩემის რეცეპტში არ არის, მაგრამ მე აუცილებლად მინდა რომ დავამატო რეჰანის ფოთოლი. ანუ ნიორთან ერთად ჩაუდოთ რეჰანის ფოთოლი. რადგან ახალი დარგული გვაქვს რეჰანი ცოტა მო. მიხდება? აია. მიხდებაო. ჯიბეს მიმიკერებ, ჯიბეს. ბებო მიმიკერებ ჯიბეს. აი, სხვა რას გვეტყვი ანასტასია, მოგვიყევი შენი რისი ხა? ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. ნიოში ოზი გავჭი. რის გაკეთება გიყვეს თავისუფალ დროს გიმეორებ. საჭმელს, ოღონდ ვერე ჭამაღალო. ბებო სტუდიაში. აი, ესე ავიღეთ, ბადრიჯანი, ჩავდეთ ნიორი და ესე დავადოთ. უი, რეჰანიც მინდა. ძალიან გაინტერესებს ხო რა. ლილისაც აინტერესებს თან. ანუ მე სალომე პატარა იყო, მე საერთოდ არ ვიყავი და ძალიან მაინტერესებს როგორი გემოქონდა. ჩემზე 20 წლის პატარა ხარ, 20. თან ზუსტად 20-ის. ესაც მარტშია დაბადებული, ოღონდ ეს არის 21 მარტში და მე 30 მარტში. 30 მარტში? თუ მარტს? მარტს. აი ას ჩავალაგეთ. აბა. ამას მოვასხავ ზეთს და დავდგავ ძალიან დაბალ ცეცხლზე. მანამდე შიგნით გვაქვს სამზარეულო, ამიტომ მანამდე მაკარონსაც მოვხაშავთ და უკვე გამზადებულზე გამოვიტან აქ და განახებთ. ანუ გაზზე რო დავდგოთ, მეტი არაფერი აღარ ჭირდება. უი, მარილი რატომ მოვიწყდება? კაი, მარილსაც მოვაყრით. სალო. აი, რა წონცარა ხარ. წყალიც დავდგით უკვე პასტისთვის. ანასტასია, რო გაიძები რა უნდა გამოხდეთ? მასწავლებელი? რისი? მათემატიკის. მათემატიკა ძალიან გიყვარს? ოღე მეკითხი. ორჯერ ორი. 4. 3ჯერ 3? მაღალი, გოგო, მაგას რას მეკითხები? 9ჯერ 7. 63. 9ჯერ 7 არის 63. შვილო, შემეკითხე 330 გამომულ 370. იყოფა. კაი, ალაგე ხა igen. დასწაულია. აუ. ფუტკრები. ლანტი. მასა. შეიბრაცა ძირები, ესე იგი გადმოვაბრუნეთ ცოტა. აბა გასინჯო. გემრიელია. სუნის მიხედით მეგონა რომ იქნებოდა არ იქნებოდა გემრიელი. მაგრამ ძალიან გემრიელია. აი წვენს რო უშვებს, აი ეს წვენი არის საოცრება მართლა ოღონდ. და ხა წვრილოთ. ანუ მე ესა თაურიოთ, წვრილოთ დავჭრით. მოგეწონება კი არა, გაგიჟდების მოგეწონება. აი ეს წვენი არის მთავარი ინგრედიენტი. ძალიან გემრიელი წვენი არის, ყველაზე გემრიელი რამ. მიდი ხარ გოგო. წვენილებიც მოვაყაროთ. აი ესეთი ლამაზი გამოვიდა ბავშვი. ხალხო. ვინც უყურებს ამ ვიდეოს აუცილებლად დაასაბსკრაიბებს. ой, მე დაგვავიწყდა, თუ მოგეწონათ, ცდილობთ გამოგვიწერეთ. Subscribe-ეთ. Subscribe და გამოწერეთ და ერთი და იგივე არ არის. უი, კი, მოგვიწონეთ მაშინ. ესეთი სილამაზე გამოვიდა, მეგობრებო, ძალიან კარგი. პომიდორი არ ვიდა. მართლა საოცრებაა, მეგობრებო. მართლა. გირჩევთ რომ ცადოთ ესეთი რაღაც. ეს არის perfect bite. მეგობრებო, ეს არის უმარტივესი და უგემრიელესი კერძი. ამიტომ მივთვით. მეგობრებო, მადლობა რომ გვიყურეთ. თუ მოგეწონებათ, აუცილებლად დაგვალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ნახვამდის. კარგად.